Დრო საქმიან საღამოში ვისაუბროთ საფონდო ბირჟების მიმოხილვაზე, ვინაიდან ეს კვირა შევა ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რადგანაც ფაქტობრივად ყოველი სავაჭრო სესიის განმავლობაში ფიქსირდებოდა საკმაოდ მკვეთრი აღმასვლა, გამონაკლისი არც დღევანდელი სავაჭრო სესია არ ყოფილა და ამ ყველაფრის ფონზე S&P 500 უკვე მიუახლოვდა ახალ რეკორდულ ზონასაც, ავარაუდოთ უკვე თუ კი S&P-აზე. შენარჩუნებმა მომავალ კვირას Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე ვიხილავთ ახალ რეკორდულ ნიშნულებს. უშუალოდ შედეგებს რაც შეეხებათ. დღევანდელ სავაჭრო სესიაზე, როგორც ხედავთ, S&P 500-ის შეფასება 0.43%-ით არის გაზრდილი. ასევე მატება აქვს Dow Jones-ის ინდექსი plus 0.74%, Nasdaq-თან კი მატება 0.39%-ია. აქვე კომპანიებსაც შეგვიძლია გადავალოთ თვალე, როგორც ხედავთ, პირველი top 3-ულის გარდა აბსოლუტურად ყველას აქვს ზრდა, Microsoft-ი plus 1.22, Amazon-თან plus 1.9, Broadcom-იც პლუსია, Meta საერთოდაც ლამის 2%-ით არის გაზრდილი და როგორც ხედავთ, Meta იმ ძალიან მკვეთრი დაღმასვლის შემდეგ ნელ-ნელა ეტაპობრივად ახერხებს თავისი პოზიციების დაბრუნებას და მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ის დაუბრუნდება იმ ისტორიულ ნიშნულსაც, სადაც ის იმყოფებოდა სულ რაღაც 1 თვის წინ. ასევე ზრდის ტემპი შეინიშნება TSMC-სთან და Tesla-სთან მიმართებითაც, საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა არის საკმაოდ პოზიტიური ამერიკული ბაზრის მიმართ. ერთადერთი ვოლატილური აქცია ამ ეტაპზე ეს არის Nvidia, გარკვეული ასე ვთქვათ მიზეზებიდან გამომდინარე, რადგანაც ეს კომპანია იმყოფება უბრალოდ კოლოსალურ შეფასებით ნიშნულზე, შესაბამისად ნებისმიერი სიახლის გავრცელება ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გაუარესებასთან დაკავშირებით, ან თუნდაც ჩიპების მიწოდების ჯაჭვის შეფერხებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, Nvidia-ს ძალიან წარედ ურტყამს, მარტივად რომ ვთქვათ და დღეს ესეთი პრობლემა, რაც ბაზარზე არსებობს და რაზედაც უკვე ყველა მიმწოდებელი საუბრობს, მათ შორის Nvidia-ც, AMD-ც, Intel-იც, Samsung-იც, ეს არის დაკავშირებული მეხსიერების ბარათების მწვავე დეფიციტთან, რომელიც გაჩნდა ბაზარზე. მეხსიერების ბარათები მოგეხსენებათ, გამოიყენება ლამის ყველაფერში, data ცენტრებით დაწყებული, smartphone-ებით, კომპიუტერებით და ყოველდღიური ტექნიკით დამთავრებული. მეხსიერების ბარათი შეიძლება იყოს ძალიან მარტივად რომ ვთქვათ ოპერატიული მეხსიერება, იგივე RAM-ი, ან შეიძლება იყოს ის Winchester-ი, რომელიც კომპიუტერში არის განთავსებული, ან პორტაბილური, ეგრეთ წოდებული ფლეშკა, ან ის მრავალტერაბაიტიანი სპეციალური მოწყობილობა, რომელიც არის განთავსებული data ცენტრებში და ისწორედ ეს არის ის მთავარი მიზეზი, რატომაც გაქრა ბაზრიდან ასეთი სისწრაფით მონაცემთა შემნახველი, ასე ვთქვათ, ბარათები, ვინაიდან data ცენტრებმა შეიძინეს ტრილიონობით ტერაბაიტის მოცულობის შემნახველი ბარათები, ამაზე არ იყო ბაზარი გასვლილი და აღმოჩნდით იმ კრიზისის წინაშე, რაც არის დღეს და რაც ავარაუდოთ მომავალში გამოიწვევს კომპიუტერების, smartphone-ების და სხვა ტიპის მოწყობილობების დაახლოებით 10%-ით გაძვირებას აი ამ სეგმენტთან მიმართებით, ეს უკვე არის ამჟამად გარდაუვალი ჭეშმარიტება. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ევროპასა და აზიაზე, სადაც ასევე ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს თელეკვირის განმავლობაში და როგორც ჩანს დღევანდელი სავაჭრო სესია და პრინციპში ეს კვირა მწვანედ დაიხურება ევროპისთვისაც, რომლის ფლაგმანური ინდექსსაც დღეს აქვს 0.27%-იანი მატება. შანხაის ინდექსიც ასევე მზარდია, plus 0.34%-ია აქ მატების მაჩვენებელი, ნიკეისთან კი ზრდა არის plus 0.17%. აქვე უნდა ვისაუბროთ ნავთობზეც, რომელიც მთელი კვირა ფაქტობრივად უძრავად იყო, მაგრამ დღის განმავლობაში გაიზარდა, როგორც ხედავთ, 1.9% არის მატება. Brent-ის ფასი $63 აჭარბებს, WTI-ის ფასი კი 59.9 დოლარის ფარგლებშია. ასევე კლება გვაქვს ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, საშუალოდ 1.9%-იანი, კვირის ჭრილში კი მატება არის -5% და როგორც ხედავთ, ჩამოცდენილი არის 29 ევროიან ნიშნულს ბუნებრივი აირის ღირებულება. ოქროს რაც შეეხება, ის გაძვირდა ერთი კვირით, როგორც ხედავთ, დღევანდელ ჭრილში მატება ამ ყველაფრის ფონზე $45 და უნცია მეტალის ფასი შეადგენს $4205 ამ ყველაფრის ფონზე ოქროს ზრდა ერთკვირიან პერიოდში არის 58%, ვერცხლთან კი დაახლოებით 70% გვაქვს ჩვენ ზრდის მაჩვენებელი. კრიპტო ინდუსტრიაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ასევე
შვენიერი კვირა ჰქონდა, საშუალოდ როგორც ხედავთ 10% არის მატება ზოგიერთ კრიპტოაქტივთან, მაგალითად XRP-სთან საერთოდ 16%-იან ზრდასაც კი ვხედავთ. ამის ფონზე ბაზრის შეფასება არის, როგორც ხედავთ, 3 ტრილიონი 110 მილიარდი დოლარი, ასევე გაზრდილი არის ყველა მსხვილი აქტივის შეფასება, მაგალითად ბიტკოინის კაპიტალიზაცია ამ ეტაპზე არის, როგორც ხედავთ, 1.827 მილიარდი, ხოლო ერთი მონეტის ფასი არის 91,300. ეთერიუმი ივაჭრება დაახლოებით 3,000 დოლარად, ხოლო მისი კაპიტალიზაცია არის 366 მილიარდი დოლარი. აქვე უნდა ვისაუბროთ ტრადიციულად ლონდონის საფონდო ბირჟაზეც, სადაც როგორც ხედავთ, გაზრდილი არის რეკორდულად კიდევ ერთხელ საქართველოს ბანკის აქციების შეფასება მიმდინარე კვირას და მიმდინარე წელს ზოგადად მას აქვს შესანიშნავი დინამიკა, როგორც ხედავთ, იანვრიდან მოყოლებული, თუ დავაკვირდებით აი ამ შედეგს, საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია არის ფაქტობრივად გაორმაგებული, ასეთი კარგი შედეგი ზოგადად არც ერთ მსხვილ გლობალურ ბანკსაც კი არ აქვს ასეთ მოკლე პერიოდში. რაც შეეხება TBC-ს, მასაც კარგი შედეგი აქვს ამ კვირას, პოზიტიურად დაიხურება ეს სავაჭრო სესიაც, 9% არის მატება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი აქციების შეფასება ისეთი დადებითი ნამდვილად არ არის, როგორც არის საქართველოს ბანკის შემთხვევაში, რაც პოლიტიკური ძალიან ობიექტური ფაქტორებით არის განპირობებული. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც, რომლის გასვლა კურსიც ისევ და ისევ ძალიან მყარად დოლართან მიმართებით არის 2.70. ევროს კურსი ამ ეტაპზე არის 3.12, ხოლო სტერლინგის კურსია 3.56. და ბოლოს აქვე უნდა ვისაუბროთ Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად დაახლოებით შეადგენს 9%-ს, ანგარიზე 50,000 ლარზე მეტი თქვენი შემთხვევაში კი სარგებლის მოცულობა აღწევს და აჭარბებს 10%-ის არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაირიცხებათ ყოველდღიურად. Foresight Investment Group კი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.